الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله واطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم ولا تهنوا ولا تحزنوا وأنتم الأعلون إن كنتم مؤمنين صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم جاهدوا بأيديكم وألسنتكم وأموالكم صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძირფასო მორწმუნეებო ისლამური მოძღვრების უზენაესი მიზანი ანუ მაკასიდის შერღია იმ ხუთი ძირითადი სიწმინდისა და ღირებულების დაცვა რომელზეც დგას ადამიანის ღირსეული არსებობა ამ ქვეყნად ესენია სარწმუნოების სიცოცხლის გონების შთამომავლობის და ქონების დაცვა ამ წმინდა ღირებულებათა პრაქტიკული რეალიზება და მშვიდობიანი გარემო შენარჩუნება კი წარმოუდგენელია მშობლიური მიწის სამშობლოს გარეშე. სწორედ მშობლიური მიწა ის კერა და უსაფრთხო თავშესაფარია, სადაც მორწმუნე თავისუფლად აღავლენს ლოცვას, იცავს საკუთარ ოჯახს და ღირსებას და შრომობს ააშენოს მომავალი. ადამიანისთვის ერთ-ერთი უძვირფასესი საუნჯე სწორედ მშობლიური ადგილია, სადაც იგი თავისუფლად სუნთქავს და ღირსეულად ცხოვრობს. სამშობლოს დაცვა იმდენად წმინდა, რომ ისინი, ვინც ამ ხუთი სიწმინდისა და მშობლიური მიწის დასაცავად სიცოცხლეს წირავენ, შეჰიდის, ანუ მოწამეობის სტატუსით ჯილდოვდებიან. რამე თუ სამშობლოს არსებობით ცოცხლობს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეროვნული იდენტობა, ენა, სარწმუნოება და ღირსება. ძირფასო მორწმუნეებო, ისლამურ მოძღვრებაში სამშობლოს სიყვარული იმანის, ანუ წმენის განუყოფელ ნაწილად ითვლება. ეს სიყვარული ნიშნავს იმ წმინდა ღირებულებათა გაფრთხილებას და დაცვას, რომლებიც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს. იქნება ეს ისლამის ნიშნები, ანუ შაღაირულ ისლამი, როგორებიცაა მეჩეთი, ეზანი და ჩვენი სულიერი ტრადიციები, თუ სამშობლოს უმთავრესი საუნჯეები, ენა, მამული, კულტურა, ისტორიული მეხსიერება და სახელმწიფოებრიობა. საჭიროების შემთხვევაში ეს არის შუამავალ მუჰამმადი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის მოწოდების მთელი გულით გააზრება. იბრძოლეთ თქვენი ენით, თქვენი ხელით და თქვენი ქონებით. ძვირფასო მორწმუნეებო, როგორც ერმა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე უამრავი ქარცეცხლი გამოიარა, კარგად ვიცით, რომ ჩვენს მტერს არასდროს ზინავს და ის არასდროს ისვენებს. ეპოქები იცვლება, ბოროტება სხვადასხვა ნიღაბს ირგებს და არეულობასაც ახალი სახელი ერქმება ყოველთვის. თუმცა ბრძოლა არასდროს სრულდება. ჩვენ მტკიცედ გვწამს უზენაესი გამჩენის შემდეგი აღთქმის. ნუ შედრკებით და ნუ დამწუხდებით, რამე თუ ჭეშმარიტი მორწმუნე, თუ კი ჭეშმარიტი მორწმუნენი ხართ, აუცილებლად გაიმარჯვებთ და წარმატებული იქნებით. თუ ჩვენს წინააღმდეგ მომართულ აუზრახვებს სიფხიზლით დახვდებით, გამჩენი ავისკნელთ თავისივე მახეში გააგებს. ჭეშმარიტება იზაიმებს, სიცრუე კი აუცილებლად მოიშთობა. აი ეს ყველა ჩვენი გამჩენი ალლაჰის აიათები და აღთქმანია. ძვირფასო მუსლიმებო, ჩვენი ვედრება უზენაესი გამჩენისადმი არის ის, რომ მარადიულად შეგვინარჩუნოს ერთიანობა, განამტკიცოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ყოველგვარი ბოროტებისგან. ხუთბას კი გამჩენი ალლაჰის სურა ალი იმრანში არსებული შემდეგი აიათით დავასრულებთ. ეი მორწმუნენო, მოითმინეთ და შეეჯიბრეთ ერთმანეთს მოთმინებაში. იყავით მედგარნი, შეუპოვარნი და ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი. ეგებ წარმატებას მიაღწიოთ. ألا إن أحسن الكلام وأبلع النظام كلام الله الملك العزيز العلام
كما قال الله تبارك وتعالى في الكلام: وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون. بسم الله الرحمن الرحيم. إن الدين عند الله الإسلام.